ხო, გაკურებით ჩვენ არაფერი აღარ გვიკვირს უკვე ისეთი სიტუაცია, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ოცნება ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს მისი ოპონენტები ან კრიტიკოსები არიან სიძულვილის ენის წარმომადგენლები და იმათ ებრძვის. აი დაახლოებით ამის წარმოჩენა უნდათ ხალხო. არა ხო ხედავთ არა რომ პირიქით არის წარსული ნახეთ ხო უმაღლეს თანამდებობის პირები ახლა შეგვიძლია თელი არ გვეყოს ჩამოვთვალოთ რომლებიც უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. ხო გვახსოვს ხალხო ეს არა? აი ამასთან დაკავშირებით უკვე რეაქციად ყურადღება ესე როგორ წარმოაჩენეთ? ახლა კორუფციას რო ებრძვიან დაახლოებით ხო? ანუ თავისი გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებს პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური, მისი უფროსი, მისი მოადგილე, მინისტრები და არ დარჩენილა ხალხი დააკავეს და მე გეუბნებია რომ მადლობა გადაგვიხადეთო კორუფციას ვებძვეთო. დაახლოებით ეს სიტუაცია ახლაც აი ესეთი სიტუაცია. მეორე სიტუაცია ხო რაც არის. სავარაუდოდ ბუნებრივია სურთ ახლა უყურეთ საზოგადოებას აზრის გამოთქმის შიში რო გაუჩინონ პირველ რიგში რომ ახლა ადამიანმა არ იცის რას როგორ ჩაუთვლიან და ვინც რაღაცა თუნდაც კრიტიკული შეიძლება იმის აღქმაში იმ ადამიანის აღქმაში ისე იყოს წარმოჩენილი რომ აი ხედავთ აი რაღაცა იქნებ თავი შევიკავო უბრალოდ კრიტიკაზე რაც ბუნებრივია ნორმის ფარგლებში შეჯდება ლელოზლიერი საქართველოსში ჩვენი პირველ რიგში ვერავინ ვერ იტყვის და ვერც ბილს იტყვაობა და სიძულვილისა და სხვა წარმოუდგენელია და პირველ რიგში ჩვენთვისა ეს მიუღებელი მაგრამ აქ მიზანზეა ხო ბუნებრივია საუბარი რა არის და მეორე მთავარი მიზანი კიდე შეიძლება რა იყოს ყურადღების გადატანა კიდევ ახლა დღეს ჩვენ ამაზე ვჟელოთ 2 დღე ამაზე მიდის ვჟელობა მანამდე დაიბარეს ხალხი და ამაზე მიდიოდა ვჟელობა მაგრამ რეალობაში რა ხდება ზალ საქართველოს იცლება, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. სოფელ დავდივართ. მე და ჩემი პარტიის წევრები მოსახლეობას ხვდებით და წარმოუდგენელი სიტუაციაა ხალხო. აი მაგალითისათვის, ზუგდიდის რაიონის სოფელი დიდი ნეძი. დიდი ლამაზი სოფელი და მოსახლეობასთან შეხვედრა ვქონდა და იცი რა გითხრეს? წელსო საჯარო სკოლა ერთმა ახალგაზრდამ დაამთავრაო. ერთმა ახალგაზრდამ დაამთავრა. ეს რაზე მეტყველებს ხალხო? მეტყველებს იმ სტატისტიკაზე, რომელიც გამოქვეყნდა და ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს დატოვა. მშობლებმა შეაწყვეტიეს სწავლა და საზღვარგარეთ წაყვანის მიზნით გამოიყვანეს სკოლიდან 22717 ბავშვი. 22717-მა საქართველოს მომავალმა ბავშვმა დატოვა საქართველო. მას ხო მშობლები გაყვნენ. არ არის საუბარი არასრულწლოვნებზე, უკვე რომლებიც დამოუკიდებლად მიდიან ქვეყნიდან, ხო? წარმოუდგენელი სიდუხჭირე. უკვე თვითონ სოფლებში მეუბნებიან, რომ ტერმინი უკვე აღარ არსებობს, რომ სახლი დაიკეტაო. ცოტა ხანში ტერმინი გაჩნდება, რომ სოფლები დაიკეტაო. აი ეს რეალური პრობლემები რაც არის, აი ამაზე უნდა ხო ჩვენი ყურადღების გადატანა ამ შემთხვევაში და აი ეს არის ყურადღების გადატანაც და სხვა მიზნებიც, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ რეალურად ქვეყანაში ზალ რა ხდება? რა ხდება ქვეყანაში და კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. ხალხო, უფასო სასადილოებში გამოყოფილია ლარი და 70. აქედან საკვებზე მიდის დაახლოებით ლარი და 30-მდე და გვეუბნებია რომ მილიონები იპარებოდაო იქიდანო. ხო წარმოგიდგენიათ არა დონე რა სადამდე მივიდა ეს სიტუაცია. გვეუბნებიან რომ უსაფრთხოების სამსახურიო მე არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარგო. თვითონ გვეუბნებიან ამას. პრემიერ-მინისტრმა აღიარა ბრალი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების სამსახურის უფროსიო და მისი მოადგილო ქთამსღებულობდენო კაცო იმაში რომ საკუთარ კაბინეტში ამას გვეუბნებიან ბრალდებით ოფიციალურად ხო? ამას თვითონ გვეუბნებია. მაშინ დავსვათ კითხვა, რამდენი ხანია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, მეგობრებო? რამდენი ხანია? თქვათ, აი, ხო, 14 წელია, ხო? ესენი ამბობთ, რომ კითხვა ხა ისე გამოდის, რომ თუმცა წელიწად ნახევარი, 2 წელიწადი არიან, მაგათ რო კითხვა ხელისუფლებაში, მაგრამ პასუხი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი სად არის, მეგობრებო? ვინც მათ ხმა მიცა ამ შემთხვევაში, რომ პრემიერ-მინისტრად განამწესა პარლამენტში და ასე შემდგომ აი და მაღალ თანამდებობას განამწესა 2 და 3 წლის უკან რო გეკითხა ჩვენ როდესაც საუბრობდით კორუფციაზე რელოზილერი საქართველოს ნუ რავი წარმოუდგენელი რაღაცებს გვეუბნებოდნენ და პროვოკაცია და ასე შემდგომ და რო გეკითხა გადაფარებულები იყვნენ და დღეს სად არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აღმოჩნდა რომ კორუფციის თუმე მორევში ეს ადამიანები იხჩობიან და ზალ ჯარიმების საკითხი რა იზრდება ამ ქვეყანაში იზრდება მათი ხელფასები პირდაპირ იზრდება მათი ხელფასები, იზრდება გადასახადები მოსახლეობისათვის და ბოლოს ნახეთ ელექტროენერგიის გადასახადი, კიდე რა იზრდება ზალ, იზრდება ჯარიმები,
ხო ნახეთ არა ჯარიმები გაიზარდა ადმინისტრაციული ყველგან ამ თითქმის ამ საგზაო საფრთხეობას აბრალებენ და ასე შემდგომ და გაიზარდა ჯარიმები მოიკლო ადამიანებისთვის ყიდველთ უნარიანობა 16,000 აქვს პრემიერ-მინისტრის ხელფასი, პრეზიდენტს ამდენი, 12,800 აქვს პარლამენტის წევრს ხელფასი და აქით რამდენია ზალ წარმოიდგინეთ, აქით ისა რა ქვია 490 ლარია უმაღლესი ისა პენსია, ხო? მაგრამ ჩვენს გმირ ომის ამ შემთხვევაში მონაწილე ვეტერანებს 100 ლარი აქვს დახმარება. დევნილებს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან 45 ლარი აქვს ხალხო დახმარება. და ახალი ბრძანება ის დადგენილება რომ გამოიტანა პრემიერ-მინისტრმა იქ რა წერია ვნახოთ ანუ სოციალურად დაუცველის ოჯახის წევრი თუ 1200 თუ არ ვცდები ზუსტად 1250 ლარის წარმოიდგინეთ 1250 ლარის სამსახურს 3 თვის განმავლობაში იშოვის ანუ რა ხდება სეზონურად რო ადამიანმა იშოვოს რომ ჰაერი უკეთე რაღაცა მიიტანოს ოჯახში თელს ოჯახს უხსნიან დახმარებას და ის რო დაკარგავს და რო დაკარგოს სამსახური ამ ადამიანებს რას უშვებით ხალხო მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ლევან ქართული ოცნება საკუთარ ამორჩეველსაც ხო აბარაზებს იმიტომ რომ ამ სოციალურ დაუცველთა ბაზაში ძალიან ბევრი ადამიანი ხდებოდა იმ ნიშნითაც მათ შორის იყო თუ არა მხარდამჭერი ქართული ოცნების და ჰქონდათ თუ არა გარანტია იმისა რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი მათ არჩევნებზე მერე ხმას მისცემდა შესაბამისად ამ ბაზების გაცხრილვა ნიშნავს რომ საკუთარ ამორჩეველსაც გაანაწყენებენ. სალუყრეთ როგორ არის ბაზები გასაცხრილია ზოგადად ჩვენ ქონდას და თვითონაც აღიარებენ რომ არ უნდა ყოფილიყო ადამიანები ისეთი ხალხი იყო შიგნით და ზოგს ისეთი შესაძლებლობები ქონდა ჯერ წარმოუდგენელი რომ ამას ადამიანი იყადრებდა ნუ ესეთი რამე იქნება მაგრამ ბაზების გაწყრვა დაზუსტება ერთია მაგრამ ადამიანს რომელსაც უჭირს და რომელსაც ეუბნები რომ 3 თვით შენ თუ 1250 ყოველთვიურად ჩაგერიცხება ხელფასი უკვე მე-4 თვიდან შენს და შენი ოჯახი სულად 5-7 სულიანი 6 სულიანი ოჯახი იყოს კარგავს დახმარებას აქ სადამდე მივდივართ ხალხო ხო წარმოგიდგენიათ არა ადამიანები ხო განწირული ხდებიან ამით და რას ეუბნება ხელისუფალი სახელმწიფო რას ეუბნები შენ შესმოქალაქეს რომ არიზრუნო სამსახური შოვნაზე და შიში კონდეს ადამიანს რომ 3 თვის შემდეგომ მე თუ კიდე დამიფიქსირდა 1 თვე პლუსი დავკარგა სამსახურს მაგრამ იმან თუ გაუშვა მე სამსახურიდან აქეთ საერთოდ შეერჩება ოჯახი ხალხო ადამიანს უნდა კონდეს სტიმული იმისა რომ დაიწყოს მუშაობა და განავითაროს რომ თვითონ კონდეს ამის мотиваცია და ყველაზე აქ უკვე რას უშვებიან ადამიანს ხო აღჭობენ ეს მეტი არაფერი არაა ზალ ახლა რაზია საერთოდ საუბარი და სოფლის მეურნეობას მინდა შევეხო სოფლებში უბრალოდ წარმოუდგენელი მძიმე სიტუაცია საწოვისფასმა ხო მოიმატა და ესენი გვეუბნებიან რომ ბუნებრივია ყველა მიცით ხო ახლა საქართველოში ნავთობს არ ამოუხეთკია და ნავთობი არა საქართველოში და შემოდის მაგრამ ჩვენ რა გქონდა წარდგენილი ლელოძლიერ საქართველოს რომ სანამ ფასები საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი კრიზისიდან გამომდინარე დარეგულირდება, ხო ის აქციის გადასახადი არ მოიხსნას, ან განახევდეს დროებით. რომ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაღაცა სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოიყვანოს და ასე შემდგომ და ასე ოჯახი არჩინოს. ხო არა, მეგობრებო. აბა ნახეთ ახლა რა ხდება. აი ნახეთ რა სიტუაციაა. ყველა კუთხეს და ყველაფერს შეეხნენ. აქეთ კახელგლეხს ეუბნებიან, რომ საწარმოო მიზნით უკვე თავიდან თუ დაიწყება ხა ვენახის გაშენებას სპეციალური ნებართვა გჭირდებაო. არ დარჩა სფერო, სადაც ეს ამ შემთხვევაში არ შევიდნენ და ხალხის აი მძიმე სიტუაცია, ძალიან მძიმე სიტუაცია ხალხო. ბავშვები, ახალგაზრდები აღარ ზოგ სოფელში რომ ვნახულობ წარმოუდგენელი მძიმე სიტუაცია. ბავშვი არა, ახალგაზრდა არა. ამხელა დიდ სოფელში თქვი ზუგდიდის სოფელ დიდნეთში ერთმა ბავშვმა სკოლა დაამთავრა. რაზე მეტყველებს ეს? ხვალდაზე რა გველოდება ხალხო? რაზე მეტყველებს ეს? ლევან, მე სამუშაო ადგილები არა. და ბოდიში აგინებენ და რაღაცა ევროპას თურმე და აქით და ლანძღავენ ევროპას და მაშინ დაისვას კითხვა და ბუნებრივია ყველა სვამს ხო კითხვას ხალხო რისთვის მიდის ეს ჩვენი მოქალაქეები ევროპაში კარგი ცხოვრებისთვის მიდის ბუნებრივია და აქ რო ცუდი ცხოვრებაა მათთვის გარბის აქედან რომ ოჯახი არჩინოს და იქ რო კარგი შედარებით უკეთესი ცხოვრება იმ კუთხით საუბრობ რომ სამსახური იშოვოს და აქ რაღაცა გამოაგზავნოს აი ამაზეა საუბარი ლევან მე მინდა კითხოთ იმ კადრების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ თელმა საზოგადოებამ ნახა და სრულიად
დიახ. ყველა აღშფოთებული იყო იმით რაც ნახა და ჩვენ გორში საუბრობ. კი, გორის ანგარიშწორებაზე ვსაუბრობ იმ ადამიანზე და შემდეგ ჩვენ ნახეთ ქართული სისტემის რეაგირება ამ ყველაფერზე. ხო. ეხლა სტუმართანაც თქვი ეს რომ დანაშაული ყველგან ხდება და მათ შორის პოლიციელების დანაშაულიც ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ აქ საინტერესოა როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ დანაშაულს. მოდით ასე ვთქვათ. ჩვენ რა ვნახეთ, რა გვითხრა ქართულ მოსწრებამ, როდესაც 6 პოლიციელი დააკავა და ამბობენ რომ მათ უფლებამოსილებას გადააკეთეს. დანაშაული როგორ ყორგან ხდება, ამას არავინ არ უარყოს ბუნებრივია და არავინ არცეთ საზოგადოება თუნდაც პოლიციის შესაძლო დანაშაულისგან და ასე შემდეგ არავინ არ დაცული. მაგრამ ახლა უყურეთ რა შეა. მიაქციეთ ყურადღება ფაქტს თვითონ. ჯგუფურობის ფაქტს. ხო? მე ამას ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, საუბრობ როცა იყო საუბარი ამას ვაქცევდი. ხარ და უფრო მარტივად მარტივად რომ ვთქვა, კი მარტივად გავყვეთ. ერთმა ადამიანმა, ნუ არ ვიცი, ჭყვიდან გადავიდა, რაც გინდა დავარქვათ, ხო? არის შეუფერებელი, სადისტურად იქცევა და 2-მა, 3-მა, მაგრამ როდესაც ნუ არ ვიცი 2 და 3-ის უკეთესად მეტია, მაგრამ ეს რო ჯგუფურად ხდება, ხო ხედავთ რა სიტყვები უნდა ვთქვა, არ ვიცი, როგორ მისეულები იყვნენ და დაათრევდნენ ამ ადამიანს. ამ შემთხვევაში სისტემურობასთან არ ჩნდება, მეგობრებო, კითხვები, მარტივად რომ ვთქვა, სისტემურობასთან კითხვები არ ჩნდება, როდესაც აი ამ ხელა ჯგუფს პოლიციელების აქვს სავარაუდოდ განცდა იმისა, რომ მათ თუ არ გადაუღებდნენ და არც კი ფიქრობდნენ ამაზე, რომ არაფერი არ მოელოდა, თორე დღისით, ძისით, მაშინ ჭყვიდა უნდა იყო, ხო ადამიანი შეშლი. დღისით, ძისით ამას აკეთებდნენ. მეორე საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ. იქ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა? ნუ არ ვიცი, დათვლა 10-ზე მეტია სავარაუდოდ, ხო? შეისწავლილია თუ არა, ან სწავლებენ თუ არა ინდივიდუალურ სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხ თითოეული პირის იმყოფი პირის. და რატომ? როგორც ქმედება და მოქმედება ამ შემთხვევაში, ასევე უმოქმედობაც შესაძლოა იყოს დანაშაული. და რატომ? იქ სხვა პოლიციელები, რომლებიც იყვნენ თუ არ მოქმედებდნენ, მოიმოქმედეს თუ არა რამე, რომ აღეკვეთათ დანაშაული. ხელი შეუშალეს თუ არა დანაშაულის ჩადენაში მის კოლეგებს, ან იმოქმედეს თუ არა, როგორც სამართალდამცველმა, როდესაც ხედავდნენ, რომ დანაშაული ჩადიოდა. თუ არა, ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ჩვენ ასევე ნახეთ, ზალ უყურეთ, სულ ამოდენიმე თვის ამბავია, თორსდებით წელს. არასრულწლოვანი, არც სახელი, არც მახსოვს, მაგრამ როც ვიცოდეთ, არც დავასახელეთ, უნებრივ არასრულწლოვანზეა საუბარი, რომელმაც თვითონ თუ არ ვწდები ჩაწერა მანქანაში როდესაც ხო თუ პოლიციის განყოფილებაში თუ მანქანა არ ვიცი, ზუსტად სადღაც ჩაწერა თბილისში მოხდა, ხო? და შემდგომ უკვე იძულებული შეიქნენ, შეიქნა შესაბამის სამსახური რომ გახმაურდა ეს და მე მგონი თქვენს ეთერში გავიდა, ნოდარ მელაძის თუ არ ვწდები და შემდგომ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა. აი ამაზე არის საუბარი, უყურეთ, როდესაც გამოდის სააშკარაოზე, ოღონდ როგორ გამოდის უტყუარი მტკიცებულებებით, რომელსაც ვერ გააყალბებ, ხო გამორიცხულია უტყუარი მტკიცებულებებით, მაგრამ მაშინ გვითხრან მოქალაქის და მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ და რამდენი არსებობს, რამდენი განცხადება და რამდენის მიმართ დაიწყო და ვინმეს მიმართ დაიწყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, სადაც არ არის უტყუარი მტკიცებულები ესეთი, რასაც ქვია ვიდეო კადრები და ასე შემთხვევაში აუდიო ჩანაწერი და მთავარი. რატომ არ აქვს კრიმინალურ პოლიციას ვალდებულება ატაროს სამხრე კამერები? და ყველა თავისი მოქმედება ამ შემთხვევაში გადაიღოს ვიდეო და აწარმოოს ვიდეო ჩაწერა. აი თუ პატრულის თანამშრომლები ხო ვიცით არა? აქვთ ხო პატრულის თანამშრომლები. რატომ ხალხო მითხარით? აი მარტივად თქვათ, რატომ არა აქვს? ეს ხო ძალიან დიდ, თუ სულ ყველას არა, დიდ კითხვის ნიშნებს ამ შემთხვევაში მოხსნიდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ ხო რა სიტუაციაც არის ამ შემთხვევაში. აი ეს არის უბრალოდ და არ შეიძლება და ძიმეა ზოგადად ამ ყველაფერზე საუბარი და შეიძლება თქვათ რომ ყველა ერთნაირია პოლიციაში ხო არა მე ამაზრისაგან შორსა ვარ მაგრამ საერთო სურათს ხო ხედავთ რა ხდება და სისტემურობაზე როცა ვლაპარაკობთ უყურეთ სისტემურობის ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია მე ვიმყოფები დღეს თქვენს ტელევიზიაში ტელევიზიაში სადაც თქვენი ჟურნალისტები სასიკვდილოდ გაიმეტეს მეორესაც გეტყვით პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი რო შეიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა, ხო, როგორც მახსოვს, ხო, კანცელარიის წინ. ნაცემ ნაბეგვი განმოვაგდეს უკან. ბატონი კაცარავა.
შემდგომ იმის რა ქვია, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მე მახსოვს ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად იქ რო ბავშვები ცემეს და მანქანები მოვიდა, მანქანის ნომრები და იქ სავარაუდო მოძალადეები სახელი და გვარი იყო დასახელებული. სად არის ამ პირების მიმართ პასუხისგებლობის საკითხი და სამართლებრივი მოკითხვის თემა? არსად ვერ ხედავთ და მე უჭირთ ამასთან მე საუბრობენ რომ რატო ლაპარაკობთ ხალხო ასეო როდესაც მარტივი გამოსაძებელი და ბოლოს გადაცდომას უწოდებდნენ გახსოვთ აი ამ გორის საკითხს საშინელ მოძალადედ გამოყავდათ ქალბატონი მზია ამაღლობელი და ამ თემაში აქა ამაზე საუბრობდნენ რომ ეს რაღაც გადაცდომა პირადად ჩემთვის ასოცირდება რა ვიცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან ზოგადად ლაპარაკობ ხო? რა ვიცი, გადაცდომა ეს, ამაზე, როცა სახელმწიფოს სახელით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ხელფას იღებს და ვალდებულია ამ შემთხვევაში წესრიგის დაცვაზე, აი ამას ჩადის. აქ არ არის საუბარი მარტო ერთ განზოგადებულ შემთხვევაზე. აქ საზოგადოების ინტერესია საუბარი და საზოგადოების დაცულობაზეა საუბარი. რომ არა საზოგადოების ეს მწვავე რეაქცია სავარაუდოდ არც იქნებოდა ესეთი რეაგირება იქნებოდა, იმიტომ რომ უტყუარ მტკიცებულებებზე როცა გვაქვს საუბარი, აი როდესაც უტყუარ ვერ წაუხვალ, ხო? აი ფაქტია, ვერ წაუხვალ. თქვენ და ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რა იქნებოდა რომ ამ ჟურნალისტებს რომლებაც გმირული საქმე ჩაიდინეს, რა იქნებოდა რომ არ გადაეღოთ კადრები. მე რა მოყვებოდა? ვინ იქნებოდა დაზარალებული ამ საქმეში და ვინ იქნებოდა ბრალდებული? აი უკვე მივდივართ იქ რაზეც საუბრობ. რამდენს აქ ადამიანს განცხადება დაწერილი არასათანადო მოპყრობაზე, წამებასთან გათანაბრებულ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ცემაზე თუ ასე შემდგომ და რამდენის მიმართ დაიწყო დევნა სავარაუდო მოძალადის მიმართ, სადაც არ არის ვიდეო კადრები და სადაც არ არის აუდიო ამ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელია ამ შემთხვევაში უტყუარ მტკიცებულებებზე ვსაუბრობ, ხო? ჩემთვის უტყუარი ხა, უტყუარი უკვე საბოლოოდ და სამართლებრივად თუ ვიტყვით, უნდა შეაფასოს შესაბამისმა სასამართლომ, მაგრამ ხა სტანდარტი უტყუარი და სადოობის ამაზე მე იქით არ არსებობს, ხო? როდესაც პირდაპირ ჩანს, აღბეჭდილია ფირზე. აი ამაზე არის საუბარი. ამაზე არის ბატონო ზალი, იმიტომ რომ აქ თუ ჩვენ კაფეობა არ დავაფიქსირეთ ის რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის ის რომ საქართველოში შიმშილია ხალხი გვეუბნება რომ ეკონომიკური წინსვლა არის და რაღაც სტატისტიკებს გვეუბნებიან კაცო მშიერ ადამიანს ეუბნებიან ამით რომ მაძღარი ხარო ხო ახლა რო უყურებს ტელევიზორს ხო უქონელს ეუბნებიან რომ გააქვსო და საიდან ის ვერ ხვდება ხალხნო მაშინ რატო გარბის საქართველოსდან ეს ხალხი ვინმე ახსნას აი მარტივია რატომ წავიდა ეს ხალხი საქართველოსდან ამდენი ადამიანი რატო გარბის ქვეყნიდან რატომ არის რომ აღარეთ როცა 22727 ბავშვა დატოვა საქართველოს მე მოდის სტატისტიკა სიკვდილიანობა მეტია ვიდრე ახალი სიცოცხლის დაბადება ამაზე მძიმე აღსაქმელი რა შეიძლება იყოს ხო ეს ერთი მეორეს ერთვის იმიტომ არის რომ ქვეყნიდან გავიდა ხალხი ქვეყნიდან გარბის ქვეყნიდან წავიდა აი ამაზეა ეს ახალი ამ შემთხვევაში ახალ ბავშვები რომ იყავთ საქართველოს მომავალი ყველა გაგებით საქართველოს მომავალი ხო რომელმაც უნდა აშენოს ჩვენი ქვეყანა უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნის აღშენებობაში მონაწილეობა და რა სად მიდის ეს ხალხი აი ამაზეა საუბარი მადლობა ბატონო მადლობა თქვენ მოწვევისთვის